მართველი გუნდი და მწვავე შეფასებების მიზეზი ხდება ამერიკელი კონგრესმენის გამოსვლა რესპუბლიკელი სტივ რასელი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს რუსეთის მოკავშირედ მოიხსენიებს და შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მისი ფინანსური ანგარიშების გაყინვას თხოვს. კონგრესის წევრი წინა საარჩევნო პერიოდში რუსული გავლენების ზრდის საფრთხეზეც მიუთითებს და ბარაკ ობამას საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისკენ მოუწოდებს. მართველი კოალიციის ლიდერებს უკვე აქვს დაახლოებითი ეჭვები სავარაუდო წყაროზე, რომელზეც დაყრდნობითაც რასელი მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს. Deputati Tedo Ჯაფარიძე ამერიკაში ვიზიტის დროს კონგრესმენთან პირადად გეგმავს შეხვედრას. ეს პიროვნება ნაციონალური მოძრაობის ენით გვესაუბრება, ეს რა თქმა უნდა მისი პირადი მოსაზრება, ეს არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მოსაზრება, ეს არის სიცრუეზე და აბსურდზე დაფუძნებული მოსაზრება. ვიცე-პრემიერის ეს კომენტარი შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე კონგრესმენ სტივ რასელის გამოსვლას პასუხობს. კონგრესმენმა ერთი მხრივ თქვა, რომ რუსეთი პოსტსაბჭოურ სივრცეში საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად იბრძვის, მეორეს მხრივ კი ექს-პრემიერი ივანიშვილი ამ პროცესების ხელშეწყობაში დაადანაშაულა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე და მოსკოვის ნდობით აღჭურვილი პირი უწოდა. ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი არჩევნები უფრო მეტია ვიდრე პოლიტიკური პროცესი. ამ არჩევნებზე საქართველოს გადაწყვეტს, რჩება თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფო, თუ მოიქცევა კორუფციის, რუსი ოლიგარქისა და რუსეთის დომინირების ქვეშ. მოუწოდებ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ფინანსთა სამინისტროს და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო. ამერიკელი კონგრესმენის განცხადებებზე შეფასებების საქართველოს ოპოზიციურ პარტიებშიც გაკეთდა. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ რასელის განცხადებები და შეფასებები საქართველოსთვის კარგი არ არის. ფაქტია, რომ ძალიან მძიმე ბრალდება იყო და რა გითხრათ ახლა ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი, ეს არ არის სასიამოვნო და ამგვარი ბრალდებებით როდესაც გამოდის კონგრესმენი ალბათ რაღაცა მას ექნება ვთქვათ რაღაცა საფუძველიც ალბათ. ძალიან დიდი პრობლემაა, როცა თუნდაც ერთ-ერთ კონგრესმენს ასეთი აზრი აქვს და არავის არავინ არ უნდა დააბრალოს, ეს უნდა დააბრალოს თავის ქართულმა ოცნებამ, ივანიშვილმაც იმ ასე ვთქვათ მოქმედებების გამო, რომელიც მათ აქვს ასე ვთქვათ ამ 4 წლის განმავლობაში. თუმცა მართველი გუნდი კონგრესმენ რასელის განცხადებებში სხვა კვალს ხედავს. სტრასბურგში მყოფმა დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ დღეს ჟურნალისტებს ვაშინგტონში სტივ რასელისა და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილის შეხვედრის ამსახველი სურათიც აჩვენა და თქვა, რომ კონგრესმენს ინფორმაცია მცდარი წყაროსგან აქვს. საინტერესო იქნება კითხოთ ბატონ კონგრესმენს, რის საფუძველზე გააკეთა მან ეს განცხადებები, რა ფაქტებს ეყრდნობა. პირველ რიგში კარგი იქნება მასთან პირადად შეხვედრა და მისგან უშუალოდ მოსმენა. ნათელაშვილისა და რასელის შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა თავად ლეიბორისტების ლიდერს Facebook-ის საკუთარ გვერდზეც აქვს ატვირთული, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლით თარიღდება. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ნათელაშვილი აცხადებდა, რომ შეერთებული შტატების სენატში რეზოლუცია მზადდება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის ქონება შესაძლოა პრობლემები შეექმნას. ეს არ არის პოლიტიკური მოთხოვნა, ეს იურიდიული მოთხოვნა. ეს თანხები დროზე უნდა დაყადაღდეს, რათა მერე უფრო იოლად დაუბრუნდეს საქართველოს ბიუჯეტს და ქართველ ხალხს და ჩვენს ხალხს, რომელიც ასე მოატყუა, ასე გაამწარა ოლიგარქმა და მე საკითხი დაყენებული მქონდა ამ განცხადებამდე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მაქვს დაყენებული, იქ მზადდება რეზოლუცია. კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებებს აფასებს საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე. ეს ბატონი ფლობს ცალკეულ ინფორმაციას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მასთან მუშაობას. შესაბამისი ახსნა-განმარტებითი მუშაობა მხედველობაში. და ვფიქრობ, რომ აუცილებლად ის დაექვემდებარება იმ ლოგიკას, რა ლოგიკითაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს მოვლენები. რა რეაგირება ექნება ოფიციალურ თბილისს უცნობია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებზე საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.